ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ის დღეს კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ნათელაშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში განათლება და ჯანდაცვა უფასო იქნება. მე ვპირდები მუხრანს და სრულიად საქართველოს. ჩვენ გავანადგურებთ ციხატაკეს და დავდგებით ფეხზე ჩემი პრეზიდენტობის პირობებში. აუცილებლად. და ყოველ მიზეზს გარეშე. და პირველ რიგში აი ეს ქსანის კალაპოტი რო ჩაუგდიათ ხელში ძმე ბეჟუაშვილებს და ადამიანი ვერ გადასულა იქ რო წნელი მოჭრას დაჯარიმებენ. ან ქვიშა მოიღოს, ხო? აი ეს ეპოქა დამთავრდება, ხეები, ხევები, ჭალები, ტყეები მიწები დაუბრუნდება ხალხს და მათ ვერასოდეს ვერ შეეხება ვერავინ. Დაჭირვებამ წამიყვანა საზღვარგარეთ, წავედი. მეგონა რომ ყველაფერი კარგად მქონდა, იქიდან მეტნაკლებად ვეხმარებოდი ოჯახს. ჩამოვედი ახლა და 2 თვეა, 2 თვის განმავლობაში მე არ ვიცი სად წავიდე, იმიტომ რომ საკომლე წიგნიდან საერთოდ ამოღებული ვარ. დამათრევენ აქედან მცხეთაში, მცხეთიდან საჯარო რეესტრში, იქიდან აქედან და ვეღარ დავადგინე მე ვინა ვარ. ან რას წარმოვადგენ და ან სად მივცე მე ხმა.